მომავლიდან მომივიდა მესეჯი. რა მესეჯი? და ეხლა უნდა წაგიკითხოთ ეს მესეჯი რა. წაგვიკითხეთ. არ ვიცი მომწერა, არ ვიცი რა წერია. არ ჩვენ არ ვიცით. ერთად გავიგებ მეც. Yeah. მინდა ამბავი გაგიზიაროთ თურმე არსებობს ის ბისფერია ის არის შენი კეთილის მოსწრე და თან შენი მტრების სტერია გუშინ სიზმარში ვნახე ძილის დროს მეუბნებოდა ისფერია დიდი ცოდნა გაქვს ბასბუს ბებერო გჭირდება შენი იმპერია არ მინდა ვიყო იმპერატორი იმპერიების დედას რომ ტენე მოწამვლის შიშის გარეშე მინდა ვჭამო ნიოკი და ტალატელე მეტოფორულად გეუბნებიო მიმეორებ და ისფერია უბრალოდ გჭირდება პირადი სივრცე რომ ამიტეხე შენ აქ ისტერია უცებ ამენთო თავთან ნატურა მოდის იდეები non-stop TikTok react-ი tier listები ანდაც ფეხბურთზე ბაზარი პროსტა chill ვიდეოები წამოწოლილზე ჩემი პატარა ოთახიდან გახსოვს განვლილი გზა ჩემო ბასბუს YouTube ლიგამდე ოთახიდან სწორედ ამიტომ შევქმენი არხი გამაქვს ვიბლინგით გოლი შერეფიც მაფია ცერიულით საკ მე ვარ ყველა როლი so I'm gonna sit in my room like I chill in the flannel so do what you have to do and subscribe to my new channel boy yeah ეს რა მესეჯი იყო თო ძალიან მაგარია ხო? Yeah, ფერია, ჩემი გერია. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, მე ვაჟა ვარ, თქვენ ჩემი მაყურებლები ხართ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, გულწრფელი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ესეთი კარგი კომენტარები, მართლა კარგი კომენტარები იყო, ანუ აი ძალიან ბევრი კომენტარი იყო და ყველა იყო ისეთი, რომ მიდი ბასტო და რაღაცნაირად პასუხისმგებლობა ვიგრძენი და ცოტა შემცვა და ცოტა მომერიდა კიდეც რომ დავიბადე და ვარსებობ საერთოდ და რომ გიმძიმებთ თქვენ ესეთ კარგ ადამიანებს დედამიწას. მაგრამ მაქსიმალურად ესეთი ნაკლები ჭამო, ნაკლები რესურსი გამოვყენო, თქვენ მე ზედ მეტი დაგრჩეთ. მოდი იმით დავიწყოთ, რომ ამ პერიოდში რაღაცა იმედი დამიბრუნდა კაცობრიობის, აი რაღაცა თითქოს კაცობრიობაში დავინახე ის, რომ კაცობრიობა ღირსია, რომ გააგრძელოს და ის ასტეროიდი უნდა აღწდეს. მოგეხსენება ჩვენსკენ მოემართება ასტეროიდი, ჩვენსკენ, ანუ ჩვენკენ არა, ჩემი გამომწერებისკენ, დედამიწისკენ მოემართება ასტეროიდი, რომელსაც ჩამოვარდნის შემთხვევაში ერთი ქალაქის განადგურება შეუძლია, მაგრამ 3%-ია იმის შანსი, რომ ეს ასტეროიდი დედამიწაზე ჩამოვარდება. რაც შეეხება ჩამოვარდნის თარიღს, ეს არის 2032 წლის 22 დეკემბერი, ასევე 22 დეკემბერს არის დედაჩემის დაბადების დღეც. მოდი გამოვთვალოთ რა არის იმის შანსი, რომ ეს ასტეროიდი საქართველოში ჩამოვარდეს. საქართველოს ფართობი შეადგენს დედამიწის ფართობის 0.0127%-ს. ანუ თუ ასტეროიდის ჩამოვარდნის შანსი 3%-ს უტოლდება, ანუ გამოდის რომ საქართველოში ასტეროიდის ჩამოვარდნის შანსი არის 3.0.027%. ანუ 0.0000411% იმის შანსი, რომ ქართველებო თქვენ თუ მაღლა აიხედებით, თავში ასტეროიდი დაგეცემათ. მოგეხსენებათ რუსეთის ტერიტორია საქართველოს ტერიტორიაზე 245 ჯერ დიდია, დანარჩენი რიტორიკა და მათემატიკა და ლოგიკა თქვენთვის მომინდია. გურიაში ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა. მე ვფიქრობ, რომ ქართველები ვართ კრიზის მენეჯერი, ანუ მგონია რომ სოფლიო კრიზისი რო დაიწყოს, აი სოფლიო კრიზისი რო დაიწყოს რა, ქართველები ყველაზე კარგად ვიქნებთ. აი მაგალითი არის გურიის ამბავი. ეს ადამიანები, მოდი დავიწყებ რა, off-road Club Georgia ქვია მგონი. ეგ ადამიანები აი ყველანი საერთოდ ადნენ წავიდნენ იუთუბერები, ძალიან ბევრი იუთუბერი, მაგალითად გიროგი დანელია მის თავისი ვერტფრენი დრონი რო აქვს. მაგდრონის მართვა მგონი ალბათ მარტო თვითონ იცის და მაგდრონის დაიწყო რაღაცების დარიგება, რაღაცა რესურსი ჭირდებოდა, კონკრეტული თანხა 7000 ლარამდე იყო. გააქანა მეორე იუთუბერ, ტიკტოკერ, მაღაზიის ფლობელმა ჯასამ გააქანა გადაურიცხა მთლიანად. მერე ჯასამ ეგ არიკმარა რომ 7000 ლარი გადარიცხა, წავიდნენ იქირავეს მანქანა, ოფროუდის მანქანა, ჩატენ 100000 წალი პაუერბანკი იყიდეს და წაიღეს, ასევე საჭმელები. მოკლედ ძალიან კარგად მოიქცნენ. და კიდე ისიც ვიტყვი, იმასაც ვიტყვი, რომ სახიობი ბიჭები წავიდნენ. ამ სახიობიდან ორი YouTube ლიგაზე ყომარობს, გივიკო ბრათაშვილი ჩემ გუნდში თამაშობს, გიგა დათიაშვილი ჯერ თამაშობდა რაღაც მიმინოში თამაშობდა, მე ტეტრიში თამაშობდა, აქედან shout out-ი მათ. სხვათა შორის გივიკო ბრათაშვილის ბრალია მაფიიდან, რომ მაფიამ რო გამოგვაგდა, იმიტომ რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და რა ესპექტაკლებოდა და რა თეატრებოდა. თამაშის დღეს არ ვიცი, მაგრამ მაინც რა ვიცი, მგონი სცენის მტვერითაა მოწამული ბიჭი და გივიკო თუ სცენის მტვერი გაწუხებს და მოწამული ხარ მომართე, მე შემიძლია რომ რა ვიცი რაღაცა დეტოქსი გავაკეთოთ რა და ეგეთი მნიშვნელოვანი თამაშები აღარ გააცდინო თეატრისგან. ავედით 1911 გამომწერზე მე ვრეპავ როგორც 1911 ჩემი გამომწერები არიან უკვე 1911 აი
აი ესეთი შესანიშნავი ლექსი დავწერე, 3 თვე ვწერდი. ერთი სული მქონდა რომ 1911-ზე ავსულიყავი, რომ მე მაგიტო გავაკეთე YouTube არხი. YouTube არხი იმიტომ გავაკეთე, რომ 1911 გამომწერზე ავსულიყავი, მე ეს ლექსი მომეთრო თქვენთვის, წამეკითხა თქვენთვის, ისე რომ იცოდეთ ლექსის თქმა არ არის სწორი, ოფიციალურად არის ლექსის წაკითხვა. თუ გინდათ რომ სადღაც ჩაიზე და ბიბლიოთეკა რაღაც ისეთ ადგილებში, სადაც ესეთი საზოგადოება დადეს სწორად წარმოთქვათ ეს წინადადება ლექსის წარმოთქმა არის ლექსის წაკითხვა და რა თქმა. რაღაცის გათამაშება მინდა 2000 ეხა თუ 1911-ზე ვარ ისეთი ტემპით მივდივარ რომ წესით შეიძლება მალე ავიდე 2000 გამომწერზე და 2000 გამომწერზე აი რა ბევრი არაფერი არ მაქვს. ეს რაც მოვიფიქრო რა შეიძლება გავათამაშო და გავათამაშო რა შეიძლება გავაკეთო თქვენთვის გარდა ვიდეოებისა. და ვიცი რომ ჩემი pesto/ajika მე უფრო აჯიკას ვეძახი, ნანუკა პესტოს ეძახის, იმიტომ რომ აი რა ის აჯიკა. ანუ პესტოა უფრო. ნანუკა სხვა შორის კოტორანტკარში ქონდა სახლი რა და სანამ არ ჩავედი რომ კოტორანტკარში ქონდა სახლი, ამბობდა რომ საგურამოში მაქვს, ანუ ცოტა ბავშვობაში ვარ, თინეიჯერობის ასაკში მე და ნანუკა თინეიჯერობიდან იმას შვებით რა ქვია. ხელჩაკიდებულები დავდივართ. საგურამოს ეძახდა, მაგრამ კოტორანტკარი გრძელი სიტყვა იყო და ცოტა not cool. ხო, და გვაკეთებ კარგი pesto/ajika-ს და გავაკეთე რამდენიმე. თავარი გენიალურობა ამაში არის ეს ხელები. ხო. სუსტად 4 გამოვიდა. მეგონა რომ ბევრად მეტი გამოვიდა, შენ? ჯერ პატარა პორციას რაღაც ეყოფა და ერთ დიდ პორციას, ანუ ამას უშვებით, პატარა თუ არის ნახევარს და თუ დიდია თლიანს, კარგად ურევთ ამ კიტარი პომიდორის სალატს და ჭამს და ძალიან გემრიელია მართლა რა. შემდეგი ტოპიკი არის, შემდეგი თემა არის ერთ პირიმე გამიშრა. ხუჭა ყარაცხელია, გადარეცხა ესე გამოვიდა რომ ანუ თვითონაც არც ჯეოთიმს არ დაუპოსტავს, არც ნაკრებს, არც PSG-ს, არც რუბინს, არც ნაპოლის, არც რავი დინამო ბათუმს, არც დინამო თბილისს, არავის რა. თვითონ ბენეფიციარი ვინც იყო იმ გონი იმ ადამიანმა და გამოაქვეყნა რომ კვარამ გადმოგვირიცხა 10000 ლარია რაღაცა გვჭირდებოდა უთანხმო და გადარიცხა 10000 ლარი. და რაღაც რამდენიმე ადამიანი გამორჩა, ვისაც თურმე ესე გადაურიცხა ფული რა, ესე კვარამ გადაურიცხა ფული. და კომენტარები იყო ძალიან უცნაური, რომ მაგის ერთი ჭამა არისო და მაგისთვის არაფერი არ არისო და კიდევ რა მადლობა უნდა უხადოთო თუ რაღაცა. ეხა ის ადამიანი რა დგეს და ესეთ რაღაცას რო ხედავს და გული აუცრუდეს ეგეთ რაღაცაზე რა. ეგ ხო თქვენი პასუხისგებლობა, ანუ რატო არ იცით დაფასება ადამიანს, ანუ ეყურე, კაი, თქვათ, აი ცუძის ხაზს უსვამთ, რომ ცუდ რაღაცას თქვენი გადმოსახედიდან რაღაცა ცუდს აკეთებს და ეს მევა ხაზი. ანუ კარგს რო აკეთებს, მაგასაც გაუშვით ხაზი რა. ანუ როგორ შეიძლება ადამიანმა ფული გადარიცხა, რომელიც არ ევალებოდა რა. ანუ ესე შეიძლება ყველას ვალდებულება ეგეთი რაღაცის გაკეთება, მორალური, მაგრამ მორალური ვალდებულება და ვალდებულება ერთმანეთისგან განსხვავდება. ადამიანი ვალდებული არ იყო, რომ ეს გაიკეთებინა, გააკეთა, თან თურმე რამდენჯერმე გააკეთა და ჯერ არ ვიცით, შეიძლება ბევრჯერ გააკეთა, 10 ჯერ შეიძლება გააკეთა. შენიშვნა როგორ უნდა მიცე? ანუ ეგ დროს ადამიანს შენიშვნა როგორ უნდა მიცე? ანუ რა უფლებით აძლევ შენიშვნას? ანუ ვინ ახარ? აი როგორ შეიძლება, რომ ეგეთი საქციელის მერე, აი რაღაცა ქველმოქმედების მერე ადამიანი განიკითხო რა? ანუ არ არის სწორი რა. ანუ ზოგი ადამიანი ისეცაა, რომ აი მაგალითად ვიდეო ქველმოქმედებები რო არის ხოლმე რა, ანუ ადამიანები რომ მიდიან და ქველმოქმედი აი რაღაცა ბებოს ეხმარებიან, საჭმელი მეაქვს ბებოსთვის და ვიდეოს იღებენ. და ვიღაც ტიპი უწევს, მე თუ გინდათ მე დაეხმარება რა ის ვიდეოს იღებ. მიდი ისე დაეხმარე. ანუ რა იმ ბებოს კითხე რა, ვისაც დაეხმარა, თუ ადარდებს საერთოდ ეგ ყველაფერი ვიდეოს უღებენ თუ არა, იმ მომენტში ადამიანს ეგ სჭირდება. და ის აძლევს. აი შენ მაქედან ტრუსიკში ხარ, ალბათ ზიხარ ტრუსიკში, ტუალეტში აქეთ სიგარეტი გიწევს და ორჯმის დროს რაღაც კომენტარს ვწერ, აი რა უფლება გაქვს ვაფშე რა. მართლა ეგეთი, აი ძალიან კარგი ვიდეო აქვს, ეგეთი ჰამაკს გაკეთებული. აი მაგაზე არის იდეალური ვიდეო არის. ზაურ მენთეშაშვილზე არის ვიდეო, შონზიკა თამაშობს მაგ 2 წუთიანი ვიდეოა ზუსტად, აი ზუსტად იგივე кейსია რა. ტიპი ინფლუენსერია და ცდილობს სიკეთის კონტენტი აკეთოს და
ვერ აკეთებს ისეთ სიკეთეს, რომელსაც არ დააჯვამენ. და გაგთხოვთ, გადადით და უყურეთ. ძალიან გაგისწორდება, სასაცილოცაა და თან სატირალიცაა რა. ეგეთი სიტუაცია არის და ხო და პროსტა უბრალოდ თუ გვინდა რომ უკეთესობისკენ წავიდეს სამყარო ზოგადად კაცობრიობა ქვეყანა ქალაქი რავი ნებისმიერ რაღაცა განვითარდეს მორალური პროგრესი განიცადოს და ანუ უფრო ორიენტირებული იყოს სიკეთის გაკეთებაზე შენებაზე და რა დანგრევაზე როცა ადამიანი რაღაცა კარგს გააკეთებს დაუფასე რა შენ სიკეთეს თუ არ დაუფასებ ისეთ ცუდ თესლს თესავ, რომ წარმოდგენა არ გაქვს. ძაღლსაც თუ გინდა რომ რაღაცა ასწავლო, როცა რაღაცას შეასრულოს და დააჯილდოვო, უნდა აჭამო, უნდა ყოჩა აკუთხა, თავზე ხელი გადაუსვა. ანუ ეგეთები ვართ, ეგეთი დედამიწის შვილები, ეგეთები ვართ. ეგრევ სწავლობთ, ეგრევ ხდებით კარგები, რომ გვიფასებენ. ანუ ვჯილდით და რა საქციელზეც ვჯილდოვდებით, იმ საქციელის გაკეთება გვინდება უფრო ხშირად. და როცა რაღაცა კარგს აკეთებ, ვიღაცა გაჯვამს, როგორ გინდა ეხლა რომ თავი мотиваციას საკუთარ თავს არა აქ არ ვამბობ კონკრეტულ ადამიანზე რა. ანუ ეს არის მავნებლობა. ვინც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა იყოს, არის მავნებლობა. მოდი გადავიდეთ საქართველოს ნაკრების თამაშზე. მომილოცეთ საქართველოს ნაკრების თამაშს დავესწრები, შევიძინე ბილეთები. მოგატყვეთ. აი ეს არხი ჩემი ეს მიმდინარეობა რომელშიც ძალიან დიდი სიამოვნება და შვება ოვე არის ესე დავარქმევდი რომ მვ იუთუბერი რა მე ვიღებ მე ვამონტაჟებ ანუ ყურე MV YouTuber KSI if you're interested who am I'm just MV YouTuber so fuck you ან ვიცი რომ არ უყურებს ამ ვიდეოს და პროსტა შევაგინე რა თუ უყურა ოკეი გამწევს პასუხს და რაღაც ჰაიპს დავიჭერთ ეხა ამ წამს დაწერეს ეგ კომენტარი როცა იმ ქათავდი ან პატარაზე ქათები უნდა გავაკეთო ხოლმე რომ რაც ხარვეზე არ იყოს ან ჩაუწელე მასალა მქონდეს რომ ქათავდი ვიღაცამ დაწერა რომ რა კამერით იღებო და სარი კამერა მაქვს iPhone 16 Pro ქვია მაგ iPhone 16 Pro-ი ვიღებ ნეპჰოს შტატივზე მიდგას თვითონ შტატივი მიდგას რაღაც უცნაურ აი ამაზე აი რაღაცა მაიცა აი თეთრი რაღაცა არის აი ამაზე მიდგას აგერ მიკროფონიდან მიდის აი ეს განათება ჰამაკს ვეთხოვე ეს ანუ ესე ვიღებ აი ესე ვიღებ და ესეც მინდა რომ გადავიხო რა ან ეგა მუღამი რა აუ არ ვიცი როგორ გავათამაშო აი სტუნელს ვათამაშე აჯიკას ვათამაშე ძალიან ისეთი კი არის მაგრამ არა უშავს არ ვიცი როგორ შეიძლება გავათამაშო ნანუკა მოდი ეწამე როგორ იმასა როგორ ვის მივცერი ჩვენი პესტო ანუ აი რომ კომენტარში არ მედაწერონ არა კაი არ დაწეროთ კომენტარი ხო ოკეი ჯიგარი ხარ მარტივი ძალიან ვის კომენტარს საწყლოს მეტი ლაიქი ექნება პირველ 3 კომენტარში 4 კომენტარში გაუგზავნი პესტოს მე გასინჯეთ და აუცილებლად მითხარით მომწერეთ ან შემდეგი 3 ვიდეოში დაწერეთ როგორი გემო გქონდა რა ფის წავედი ეხ კომპიუტერს რაც ჩემ კომპიუტერს რაც პრობლემა მაქვს ხანდახან ფრიზავს ხოლმე რაღაც რამის პრობლემაა მომითხრეს როგორც მაგ პრობლემას მოვაგვარებ Marvel Rivals-ის გასტრიმომი და თამაშის რა ძალიან მაგარი თამაშია ძალიან კარგი კომპიუტერი ჭირდება სამწუხაროდ საქართველოში გვაქვს ესეთი რეალობა რომ ძალიან კარგი კომპიუტერი ძალიან ისეთი ფუფუნება მანქანასავით ფუფუნება და უცებ რომ რეალობაში იჩითები რომ მანქანა იყიდო თუ კომპიუტერი რა თქმა უნდა მანქანას იყიდი კომპიუტერს დედაც არ ვატირე კოცნით